კანოპეები გაუბედურებულს ყიდულობს სახელმწიფო. პიკაპებს ყიდულობს სამჯერ უფრო ძვირად და გაფარჩაკებულ პიკაპებს სამჯერ უფრო ძვირად და პადიომნიკს კიდე 4ჯერ უფრო ძვირად. აი ეს მოხდა, მედი რა მოხდა მითხარი. რაცო მე ყველაფერი მომაქვს კარგი, აი მოვიდეს ვინც გინდა ექსპერტი. აი ვინც გინდა ექსპერტი მოვიდეს და მითხრას რომ აი ამ პიკაპს რომელიმე პიკაპი ჯობია. ან ამ პადიომნიკს რამე პადიომნიკი ჯობია, ან ამ კანოპეს რომელიმე კანოპე ჯობია. ბიჭო, კარგი მომაქვს, ხარისხიანი მომაქვს და ფასი არის იაფი. ახლა გიო, მოდი ერთ წუთი. მარი, ერთ საიდუმლოს გეტყვი შენ. აბა. მე სურვილი მაქვს, რომ შენ იყო საქართველოში ყველაზე მდიდარი მილიონერი რა არის? მილიონი ღირს 10 მანქანა. ყველაზე მდიდარი ქალი ბიზნესმენი. და ეს იქნება. მაგრამ მომისმინე და საღამომდე გასტავლით, ხო? საღამომდე. უყურე რა არის. ბიზნესი იწყება ნოლიდან. ახლა აი ესეც უნდა გიხაროდეს ამის შემოტანა ამასთან დავაჭრება როგორც მანქანასთან. იგივე პადიომნიკთან. ახლა მოდი. რატომ ჯობია კაცო ჩემი სხვისას? უყურე. მიდიხარ შენ და გეუნებიან გინდა პადიომნიკი კი იქ ბარკალაი აყიდის იაფად და მეც იაფად მინდა. თუ იაფად გინდა ერთ-ერთი საიდუმლო არის უყურე. ამას აქვს სისკე. ეს არის თქვათ 6-იანი. 3-იანს გაგიკეთებო. ბიჭო, ვიზუალურად იყოსო პადიომნიკი და გამიკეთეს ისა 3-იანი სისკე რა და მანქანას ანაწევს, ანარაწევს და გინახია ტელევიზორში რამდენი დაგრეული მანქანა, ხო? აი შეხედე. ეს არის ჩათვალე ორიგინალი პადიომნიკი, ორიგინალი კანოპე, ორიგინალი პიკაპი. ჩვენ თამდაბალი ხალხი ვართ, თელ საქართველოს ვეუბნები, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის თავარია, რომ გიოსნაირი ახალგაზრდები, თქვენნაირი ახალგაზრდები, მარი ბიზნესი ჩაერთოს, იმუშაოთ. წესიერად იმუშავე და ყველაფერი გამოგივა. დაიწყე ნოლიდან, ზოგიერთი აქედან იწყებს, იმიტომ რომ მამამისის გადმოცემულ ბიზნესს ვერასდროს ვერ გაუძღვება, იმიტომ რომ აქედან უნდა დაწყება. პირდაპირ სკამი უნდა არა. აქედან როცა დაიწყებ, აბა ნახე არაბეთში როგორა. ბებერი მამას ზის სკამზე და შვილებს უყურებენ და როგორ მუშაობენ, ფიზიკურად მუშაობენ და ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვი. არაბეთში, თქვათ, არაბეთში როგორ არის?